მსოფლიო იცნობს სამასის პარტელის ლეგენდას, მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ სამასი არაგველის შესახებ, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს და უკვდავება აირჩიეს. 1795 წელი. კრწანისის ველი. თბილისის მისადგომებთან აღამ აჰმად-ხანის 90,000-იანი დაუნდობელი ურდო დგას. დედაქალაქი სრული განადგურების საფრთხის წინაშეა. მათ პირისპირ მხოლოდ მცირერიცხოვანი ქართული ჯარი და 75 წლის მეფე ერეკლე მეორეა. გადარჩენის იმედი თითქმის აღარ არსებობს. სამშობლო შველას ითხოვს. და სწორედ ამ დროს, როცა ბარში იმედი კვდება, მთა იღვიძებს. არაგვისა და ფშავ-ხევსურეთის ხეობებიდან თბილისისკენ 300 მთიელი იძვრება. ისინი არავის გაუწვევია. მათ თავად მიიღეს გადაწყვეტილება. ჩაიცვეს შავი ნაბდები, როგორც გლოვისა და შეუბრალებლობის ნიშანი და საშინელი ფიცი დადეს. თუ თბილისი დაეცემა, შინ ცოცხალი არც ერთი დავბრუნდებით. ეს არ იყო ომში წასვლა. ეს იყო საკუთარი სიკვდილისთვის თვალის გასტორება. როდესაც ერეკლე მეფემ თავისი ერთგული, შავნაბდიანი შვილები დაინახა, მოხუც დაუმარცხებელ სარდალს ცრემლი მოერია. მან იცოდა, სად მიდიოდა ეს ხალხი. დაიწყო ჯოჯოხეთი. 300 კაცი 10,000-ობით მომხდრვის წინააღმდეგ. ხმლების ჟღარუნი და სისხლის სუნი. არაგველები არც ერთ ნაბიჯს არ თმობენ უკან. ისინი იბრძვიან არა გადარჩენისთვის, არამედ იმისთვის, რომ მტერს დაუმტკიცონ. ქართველისთვის თავისუფლება და ღირსება საკუთარ სიცოცხლეზე ბევრად მეტია. ბრძოლის ველზე კრიტიკული წამიდგება. მეფე ერეკლე მტრის ალყაში ექცევა. ყველაფერი დასრულებული ჩანს. საქართველოს გული შეიძლება სამუდამოდ გაჩერდეს. მაგრამ არაგველები შეუძლებელს აკეთებენ. ისინი მტრის რკალს არღვევენ, მეფის გარშემო ცოცხალ კედელს კრავენ და საკუთარი სისხლის ფასად სამშვიდობოს გაჰყავთ იგი. ერეკლე გადარჩა, მაგრამ 300-მა არაგველმა უკან დასახევი გზა სამუდამოდ მოიჭრა. ისინი მარტონი დარჩნენ მტრის ოკეანეში. არც ერთი დაყრილი იარაღი. დაეცა ერთი. დაეცა მეორე. მაგრამ ფიცი არ გატეხილა. არც ერთი გადარჩენილა და არც ერთი გაქცეულა. 300-ვე გმირი ბრძოლის ველზე დარჩა. მათ ვერ მოიგეს ომი. თბილისი მაინც დაეცა, მაგრამ მათ მოიგეს რაღაც გაცილებით დიდი. მათ გადაარჩინეს ქართული სული, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. გავიდა დრო. იცით რატომ ვარსებობთ დღეს? იმიტომ რომ მათი გენი ჩვენში ჩქებს. დაიმახსოვრეთ, ჩვენ 300-ნი არ ვართ, ჩვენ მილიონები ვართ.